დათვალეს ამერიკულმა მედიამ არ მახსოვს რამდენი დაასახელეს, მაგრამ მას რეკორდი მოიხსნა რამდენჯერ გადაუხადა მადლობა ზელენსკიმ ტრამპს და ამერიკას. აი რაღაცა წუთში რამდენიღაცა მადლობას ამბობდაო და მადლობა და ეს ევროპელი ლიდერებიც აი მართლა როგორც შენ აღნიშნე აი რაღაც მადლობა აი გენერალური body language იქნება თუ პირდაპირ ენა იქნება ხო? აი გენერალური ხაზი იქნება. იყო მადლობა ტრამპს და ეგ რას გავდა? ანუ რა ამოცანას გავდა ეგ უნდა ითქვას რა. გავდა მოცემულობას ორი ვერსია შეიძლება გავიხილოთ. შეიძლება გავიხილოთ ერთი რომ ზელენსკის რაღაცაზე ასე ვთქვათ უკრაინელი და ზელენსკის ხალხი უკრაინელი ხალხის და ზელენსკის რაღაცამ მიყვანა ხდება და ამას ფუთავენ როგორც აი ხმა რაღაცას ვაკეთებ მაგ კარგად არის ბიჭებო საქმე და რაღაცა კარგი body language შევასრულოთ რომ რაღაც მაგარი დაპირებები მაგარი უსაფრთხოების გარანტიები ან ამასთან გვაქვს საქმე ან მეორე ვერსია რაც ან ისეთივე ლოგიკურია და შესაძლებელია ისეთივე რეალისტურია არის რომ აქ მიდის თამაში მხარეებს შორის მოწინააღმდეგის მხარეს ბურთის გადაგდებაზე და მოლაპარაკებები რო ჩაიშლება და ვერ შედგება მოწინააღმდეგეს რო დაბრალდეს ეს ვერ შედგომა მოლაპარაკებების და ერთი ვერსია დავამატებ. საჯული, ბოდიში, აი საჯული ხო ტრამპია ახლა შედგა ვერ შედგა ტრამპია მთავარი მოტივატორი და მე ტრამპს არ უნდა გამოუვიდეს და ამიტომ ესენიც კეთილგანწყობილ ძალიან მოტივირებულები ვართ მოლაპარაკებებზე და მადლობა რომ ამაში შეგვიყვანა და თუ არ გამოვიდა პუტინის ბრალია აი ამ ვერსიას შეიძლება თამაშობდნენ და რუსეთიც იმ ვერსიას თამაშობს რომ დაბრალდეს აი ეს ორი ვერსია მე მაქვს მესამე ვერსია როგორი ვერსია იცი წინაზე ზელენსკი რო იყო ბანდ მარტო ცოტა ტრამპმა და მაგისამა ხალხმა ისეთი უქნეს ზელენსკის ლამის პანგურით გამოაგდეს რომ ეხლა პუტინთან მოლაპარაკების მერე ზელენსკი რო დაიბარა ტრამპმა მან ხო სინამდვილეში ეგრე უნდა მოხდარიყო აი მარტო პუტინს ხო დაელაპარაკე მე მარტო ზელენსკის უნდა დაელაპარაკებოდა რომ ეს არის მოლაპარაკება და ეხლა შენ ამას ხელს აწერ თუ არა აი გაეკანენ ევროპელი ლიდერები რომ ეს მარტო არ გაუშვათ ბიჭო იქ რაღაც სულელი არ ლაპარაკობს რაღაცა და ქალბატონმა ურსულამ ეს ხელი ჩაკიდა ხო იცი დაჟჯილ ბავშვს რომ მიიყვანენ ხოლმე და დაჭიქი მე დაველაპარაკები და აი მთელი ეს ევროპული ლიდერები დამტკიდნენ და ბატონო ტრამპ და ტრამპის დაждდა და ვიდით მეტი ვითხარით ანუ პრობლემა რაში არის ეგ სამიტი სინამდვილეში იყო ბოლი და ბოლი იყო რატო საკითხი დადგა ეგრე რომ ახლა მოდი აი პუტინი და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს მე მეც შევხვდები სამივეს და ეგრე გავაფორმოთ რა ანუ საკითხი დადგა ეგრე რომ მაგ კონკრეტულ აი საერთო იმაზე ერთადერთი რაზეც ხდებოდა პედალირება აი მოდი ფაქტებს გამოვყოფ რა იმიტომ რომ ძალიან აიბლანდა ეს ყველაფერი მედია სივრცეში ძალიან ეცადნენ ევროპული ლიდერები და რამდენჯერმე სხვადასხვა მაკრონმაც დაუფიქსირა იტალიის პრემიერმაც დაუფიქსირა რომ ჯერ ცეცხლის შეწყვეტა რომ გავაფორმოთ და ტრამპ ყოველთვის არა ცეცხლის შეწყვეტა მე კაია მაგრამ მე ყოველთვის 6 ომი დავასრულე რა 6 ომი დაასრულა არ ვიცი მაგრამ 6 ომი დავასრულე ყველგან პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებები იყო და მე დაუფიქსირა რომ მაგაზე ყველგან უმაწვევით და მეორე იყო რა აი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის აი ეგ იყო რაზეც ისინი ლაპარაკობდნენ და ტრამპი უბრალოდ თავს უქნებდა მე მაგალითად მგონია რომ ეგ შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ და ტრამპი რანაირ კონტექსტშიც წარიმართა ეგ მთლიანობაში არის სასარგებლო საქართველოს აი პოლიტიკური წარმოდგენების კუთხით სასარგებლო შეხვედრა იყო იმიტომ რომ პოლიტიკური აი შეხედულებები დიდწილად არის განსაზღვრული რაღაცა კოლექტიური ცნობიერებიდან გამომდინარე ხო აი კოლექტიური რაღაცა წარმოდგენები არსებობს და ის მერე ინდივიდზე
ზეგავლენას ახდენს. აი როგორც ეს ინდივიდი იმეორებს. ინდივიდი იმეორებს როგორც წესი კოლექტიურის წარმოდგენებს, ხო? და ეხლა ამან ხო ტრანსფორმაცია განიცადა აი ამ კოლექტიურმა წარმოდგენებმა იმ კუთხით, რომ თავიდან იყო სულ სხვა წარმოდგენა, აი მაგალითად იგივე ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მე მახსოვს ეგეთი მოლოდინი იყო, რომ ტრამპი ეხა პირიქით იარაღს მიაყრის უკრაინას და ასე შემდეგ. ანუ სხვანაირი წარმოდგენები იყო და ეხლა აი ასეთი ფაქტებით, რომელიც ეხა ხდება, ასეთი ფაქტებით სინამდვილეში ესეც რაღაც ტრანსფორმაციას ახდენს საქართველოში აი ამ კოლექტიური წარმოდგენების კუთხით, იმიტომ რომ თვითონ რანაირ კონტექსტშიც წარიმართა, ეხლა ეგ ხო ფაქტია, რომ ტრამპი შეხვდა ზელენსკის და დაძაბულობა იგრძნობოდა საერთოდ ზელენსკის რაც უნდა, აი რისი მიღებაც უნდა ამერიკისგან, რამდენად არის ამერიკა საერთოდ უკრაინისკენ. აი მაგალითად პუტინს რო დახვდა ერთი მანქანით წავიდნენ და რაღაც უფრო მეგობრული განწყობა. ბევრად უფრო მაღალი, უფრო შინაურულად დახვდა. ზელენსკი არა, მე არ ვიტყოდი რომ შინაურულად, ბევრად უფრო პატივისცემი. ხო, ეგ უფრო სწორია. არა მარტო პატივისცემი. შინაურულად ამად დახვდა, რომ აი თეთრი სახლის კართან და პატივისცემი არ იყო მარტო. ეგ სწორი შენიშვნა. თანაბრის ის იყო ხაზგასმა, რომ ჩვენ თანაბრის. ანუ მნიშვნელობა მოკლედ რომ თქვათ, პუტინს რო დახვდა ისეთი იყო, რაც სინამდვილეში საქართველოში აი პოლიტიკური შეფასებები რაც კეთდება, ეგ ტრაგიკული სურათი იყო მათთვის. ანუ ეგ სურათი, რაც მაგალითად პუტინის ჩასვლა ამერიკაში, იყო მათთვის ტრაგედია. ანუ ლამის ნახევარწელზე მეტი ხნის წინ ჩვენ კი თქვით რომ ეგ სურათი აღუწერეთ აგერ გიორგი შედეუარი, მაგრამ ამათ არ ჯეროდათ. ეხლა დაიდო ეგ სურათი. საქმე რაში იცი? როცა რეალობა რაღაცას რეალობაში რაღაცას ჩანს, ეგ არის კარგი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უბრალოდ უფრო უნდა გავუსწოროთ ამ რეალობას თვალი. აქ ნაკლებად შევდივარ იმის შეფასებაში, ზოგადად ეგ ტრაგედია, ზოგადად როგორ უნდა იყოს, ისტორიის სწორი მხარე, ისტორიის არასწორი მხარე, ასეთი სისულელე ბავშვური წარმოდგენებში არ შევდივარ, მე ვიძახი უბრალოდ რეალობას, რაც არის, იმ რეალობას, როცა აი სურათების დონეზე ხდება, ანუ აი ჩვენ ისი ახსნაც გვიწევდა და ეს ახსნა გვიწევდა საკმაოდ რთული ანალიზის რაღაც მოყვანა გვიწევდა, რომ ასე მოწყობილ ეს 1000 ჯერ გაგონებს ერთხელ ნანახი ასეთი შეხვედრები კარგი არის, იმიტომ რომ ამ რეალობას სურათების დონეზე და მარტივად გასაგებ დონეზე კონტექსტში გადააქეს ყველაფერი. ამ შეხვედრის შემდეგ აი ეს ილუზია, ეს რაღაც წარმოდგენები ცალსახად დაიმსხვრა, ანუ ტრამპმა ამ ვიზიტით და აი ამ მიპატიჟებით განაცხადა, რომ პუტინი არ არის ჩემი მტერი, პირიქით, ჩემი მეგობარია და საერთოდ მინდა მასთან კაი ურთიერთობა. აი ეს განაცხადა ტრამპმა. ეგ ავტომატურად რას ნიშნავს, იცი? გარდა პერსონალურად ტრამპსა და პუტინს შორის რაღაც ურთიერთობების დათფობისა. ეგ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა დღეიდან არ არის სამმხრივად ერთპიროვნულად რუსეთ-უკრაინის ომში მხარე. და ტრამპმა ხაზგასმით ახსენა ეგ თავის იმ პრესკონფერენციის დროს, რომ მე ამ ომში არა ვარ მხარე. თუ მე ვერ მოვახერხებ და მშვიდობას ვერ მოუტან რუსებს და უკრაინელებს, რომლებიც ათასობით ხოცებიან და ძალიან მტკივა და ორივე ხალხი მიყვარს. თუ მე ვერ მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივი მეგონა აქ მშვიდობის დამყარება, მე უბრალოდ წავალ აქედან. ეგ რა სად მიდიხარ? ანუ რას ნიშნავს წავალ? ნიშნავს, რომ მე პასუხისგებლობას არ ავიღებ ამ კონფლიქტზე, მე ნუ მეხებით, ეს არ არის ჩემი ომი. ხელიც დამიბანია და თავიდანვე ჩვენ ამას ვამბობდით. პირველივე დღიდან როგორც კი ტრამპი მოვიდა, მანამდეც ვამბობდით, სანამ ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო ტრამპი გაიმარჯვებდა თუ არა, ჯერ კიდევ იქიდან ვამბობდით, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს და დიდია ალბათობა ამის, რომ გაიმარჯვოს,
ტრამპი შეეცდება ნელ-ნელა იქიდან გამოსვლას, როგორც ვიეტნამში მოხდა. როგორც ვიეტნამიდან ნელ-ნელა გამოდიოდა ამერიკა, მაგას ცდილობს ახლა ტრამპი. და რატო ცდილობს ამას? უყურეთ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ჩვენს წინა გადაცემებში სტივ ბენონის აი ცნობილ სტატიაზე, სადაც ის აფრთხილებდა ტრამპს, რომ არავითარ შემთხვევაში უკრაინა არ უნდა გადაიქცეს ტრამპისთვის მეორე ვიეტნამად. და რას ნიშნავს ახლა მეორე ვიეტნამი ამერიკისთვის? ჩვენ ვიცით, რომ ვიეტნამში ამერიკა ომობდა სამხრეთ ვიეტნამის სასარგებლოდ. სინამდვილეში იყო ორი სახელმწიფო, ჩრდილოეთ ვიეტნამი და სამხრეთ ვიეტნამი, ორივე დამოუკიდებელი ქვეყნები იყვნენ, უბრალოდ ჩრდილოეთ ვიეტნამი იყო საბჭოთა ბანაკის მოკავშირე, სამხრეთ ვიეტნამი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, როგორც ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა. თავიდან ამერიკა მან ჩაება იმისთვის, რომ სამხრეთ ვიეტნამის უსაფრთხოება და მდგრადობა შეენარჩუნებინა, იმიტომ რომ შიგნით მათ საკმაოდ მძლავრი პარტიზანული მოქმედებები მიმდინარეობდა ვიეტკონგის თამადობით, რომლებიც ჩრდილოეთ ვიეტნამის მიერ მხარდაჭერილები იყვნენ. თავიდან თითქოს და ამ საბაბით შევიდნენ, მცირე კონტინგენტი შეიყვანეს, მაგრამ ნელ-ნელა ესკალაციის შედეგად ამერიკა იძულებული გახდა, რომ ბოლოს 9 მილიონი ჯარისკაცი ყოლოდა ვიეტნამში. და სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტში იყო ჩაფლული, რომელიც ძვირად დაუჯდა მას და ახლობით 60,000 ჯარისკაცი მოუკვდა. და ბოლოს კრახით დამთავრდა, ხო, ამერიკას მოუწია იქიდან გამოსვლა, სამხრეთ ვიეტნამი დაეცა და დღეს ერთიანი ვიეტნამი არის კომუნისტური სახელმწიფო. ზუსტად მაგის ეშინიათ რესპუბლიკელებს, რომ თუ ტრამპი როგორც ბაიდენი ჩაებმევა ამ კონფლიქტში უკრაინის სასარგებლოდ, არსებობს იმის საშიშროება, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ტრამპიც დამარცხდება და უყურეთ კიდე ერთი ფაქტორი. თუ ტრამპი ჩაებმევა უკრაინის კონფლიქტში, ისე როგორც ბაიდენმა ქნა ეს თავის დროზე, დემოკრატიული პარტია, ლიბერალები და გლობალისტური ძალები, რომლებიც არ არიან დამარცხებულები და რევანშისთვის ემზადებიან. ხო, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ტრამპმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. ხო, მასეა. ანუ დემოკრატიული პარტიისთვის ტრამპზე გამარჯვება თუ გულისხმობს მათ შორის უკრაინის დამარცხებას, რას იზავს დემოკრატიული პარტია? მე მგონი, რომელ ფაქტორს აერჩევს, რომ ძალაუფლებაში ბრუნდებიან, ტრამპი მარცხდება, ოღონდ უკრაინასთან ერთად მარცხდება. გასაგებია, რომ დემოკრატიული პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტრამპი ჩაეფლოს და წააგოს უკრაინასთან ერთად. ამის ეშინიათ სინამდვილეში რესპუბლიკელებს, მაგიტომ ცდილობენ, რომ უკრაინაზე არ იყოს მიბმული, ანუ უკრაინის მარცხი არ იყოს დაკავშირებული ტრამპის მარცხთან და სწორედ ამიტომ ამბობს ყველა განცხადებაში, ყველა პრესკონფერენციაზე ტრამპი, რომ ეს არ არის ჩემი ომი, მე რო ყოფილიყავი ბაიდენის დროს, მე არ დაუშვებდი ამ ომს და ყოველთვის იმეორებს იმას, რომ ნუ თქვენ თუ ვერ მოილაპარაკებთ, მე რას ვიზავ ხა? მე გამოვალ ამ კონფლიქტს. ტრამპის და ამერიკის მოტივები განვიხილეთ და ნუ ტრამპის მოტივები ჩანდა მისი განცხადებებიდან საწყის ეტაპზე, რომ მას ჭირდება, ვთქვათ, არ უნდა აქ ჩაფლა და რუსეთის და ჩინეთის ალიანსის გამყარება. და პირველი შეხვედრაც ეს პუტინ-ტრამპის შეხვედრაც მისი ლოგიკაც დაახლოებით გასაგები იყო, გამომდინარეობდა აი ტრამპის მოტივების ლოგიკა. ეხლა კითხვა ჩდება ეს მეორე შეხვედრა გუშინ წინდელი თეთრ სახლში ეგ რა იყო. იმიტომ რომ მაგ შეხვედრის ირგვლივ, როცა აი მაგალითად ზელენსკისთან ერთად ჩავიდა ბევრი ევროპელი ლიდერი და ასე ჩამწკრივდნენ და რაღაც ლაპარაკი მიდიოდა და თითქოს შეხმატკბილებული იყო, თითქოს რაღაც ერთმანეთთან განსხვავებით ზელენსკი ტრამპის თებერვლის შეხვედრისგან თითქოს არც უჩხუბიათ. თითქოს დემონსტრაცია ხდებოდა, რომ არა, ყველაფერი კარგად ვიდის და საერთოდ გარანტიებზეც წავიდა ლაპარაკი უსაფრთხოების. ეს შეხვედრა რა იყო? იმიტომ რომ
თუ რამეზე გაურკვევლობა და განსხვავებული შეხედულებები გაჩნდა, იყო ამ შეხვედრაზე. მოდი ავხსნი მაგას. პუტინი ტრამპის შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად, თქვათ, პანიკა იყო პროდასალურ ფლანგზე, გასაგები იყო ეგრასთან. აი ეს შეხვედრა როგორ უნდა შეფასდეს და რა მოხდა, ეგ არის ეხლა. მოდი ფაქტები დავალაგოთ და მე მგონი ძალიან მარტივად გასაგები იქნება. როგორი იყო მოლაპარაკების დაწყებამდე მხარეების სასტარტო პირობები? ეგ აღწეროთ და გასაგები მოგახდება ეგ. რუსების სასტარტო პირობები იყო შემდეგი: უკრაინა არ იქნება ნატოს წევრი, ეს 4 ოლქი ჩვენთვის გვინდა, უსაფრთხოების გარანტიები გვინდა უკრაინის ამბავში და დემილიტარიზაცია, რაღაც თავრობის გამოსვლა, რაღაცები კიდე ინტერესები გვაქვს და ასე შემდეგ რა. როგორი იყო უკრაინის სასტარტო პოზიციები, აი ამ ლიბერალ ფლანგს როგორ აქ აი ამნეზიის განსაკუთრებული უნარი აქვს, აი ისე ივიწყებს ხოლმე რომ გრუვითომს არ ყოფილა რა. უკრაინის პოზიცია ომის დაწყებიდან დღემდე იყო ესეთი, რომ 91 წლის საზღვარი სადაც გადიოდა, ყირიმია ყველაფრიანა. მან უნდა გაჩერდეს ეს ომი. აი სანამ ტრამპთან მოლაპარაკება არ დაიწყებოდა, მაგ თემაზე სულ ფიქსირდებოდა ეგ მომენტი. მე ერთ რაღაცასაც გავიხსენებ, აი 2023 წელს ზაფხულში რომ უკრაინელების კონტრშეტევა უნდა დაწყებულიყო, ძალიან ხო გააპიარეს. უკრაინის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ ბოდვებს ლაპარაკობდა, იცი რომ ჩვენო ეხლა რუსეთსო რომ გადავამტროთ ხერხემალშიო, რუსეთს მოუწევსო ისეთი კაპიტულაციის ხელის მოწერაო, რომ ურალს აქეთო, ანუ ევროპულ ნაწილშიო, ჯარი არ უნდა ყავდესო, რუსეთის დემილიტარიზაცია უნდა მოახერხოთო და აი ურალს იქით უნდა გადაიყვანოს მთელი ჯარიო, ну ის რა უკრაინას რომ მთლიანად იბრუნებდნენ, მაგას საუბარი იყო, ეგეთი განწყობები იყო უკრაინულ მხარეს. მოდი ეგეც ვახსენოთ რა, ეგ არ არის პატარა ფაქტორი. და აი ეხლა რომ დაიწყო მოლაპარაკებები, რას ითხოვდა უკრაინული მხარე? რომ ჯერ გავაჩეროთ სროლა, აი ბევრი მაგას ვერ მიხვდა, რომ აი რაზე დაობდნენ, ხო, რომ ცეცხლის შეწყვეტა თუ ზავი. ხალხი ბევრი ფიქრობს, რომ ეგ ერთი და იგივეა და რა განსხვავება. ცეცხლის შეწყვეტა არის, აი ერთმანეთს ხო ვესროდით, ერთმანეთს აღარ ვესვრით, გაჩერდა ფრონტი და მერე ვიწყებთ მოლაპარაკებას, როგორ მოვაწეროთ ხელი მშვიდობის შეთანხმებას, ანუ ზავს. უკრაინელები ამბობდნენ, ჯერ სროლა გავაჩეროთ, მერე ვილაპარაკოთ ზავზე. რუსები ამბობდნენ, აი ილფი და პეტროვის რო არ 12-ის კამი, უტრამ ძენგი, ვეჩერამ სტულა, დილას ფული, საღამოს სკამები. ჯერ ზავზე მოვილაპარაკებთ, მერე გავაჩერებთ სროლას, იმიტომ რომ 9 ჯერ მოგელაპარაკეთ, ну, რუსების პრეტენზია ეგეთია, რომ მინსკი 2 რო შევათანხმეთ, გადაგვაგდეთ. ამიტომ ჯერ დავაფიქსიროთ. ტრამპიც მაგაზრზე იყო თავიდან. უკრაინის ხაზს ატარებდა, რომ ჯერ სროლა გავაჩეროთ. პუტინთან ლაპარაკის მერე შედეგი დადგა ეგეთი, ტრამპი მოტრიალდა და თქვა, რომ არა, კი, მშვიდობას ვაწვევი მე. მშვიდობის მხარეს ავარ, ცეცხლის შეწყვეტა არ გამოვა და მთელი ეს ევროპული ლიდერები იქ რო ჩავიდნენ. სინამდვილეში იმის გარდა რომ ბატონო ტრამპ თქვენ რა მაგარი კაცი ხართ, რაც ეს რაღაცა სხეული რო ბუნებრივად ვაზელინს გამოყოფს მაგ მდგომარეობის გარდა, იყო ორი რაღაცა, რაზეც ძალიან უფიქსირებდნენ და ტრამპი მაგას იცილებდა. ერთი იყო რომ ეგება სანამ პუტინი და ზელენსკი დაჯდებიან მაგიდაზე, ეგება ცეცხლის შეწყვეტა მოვითხოვ, ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვითხოვოთ. არა ბატონო ტრამპ, აი ეგეთი ტექსტი იყო, აი სინქრონულ თარგმნად. და ტრამპი ეუბნებოდა, რომ მე 6 ომი გავაჩერე უკვე, არსად ცეცხლის შეწყვეტა არ მიმიღწევია, ეგრევე მოვაწერეთ ხელი ზავს. ანუ ეგ პოზიცია, რომელიც იყო რუსეთის პოზიცია, ტრამპმა გააფორმა როგორც თავისი საკუთარი პოზიცია. არა და თავიდან ტრამპი არ ამბობდა მაგას. თავიდან არ ამბობდა. ტრამპიც ამბობდა, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტესო და რატო არის ასეთი დიამეტრალური განსხვავება პოზიციებში? ანუ რატო ითხოვს რუსეთი, რომ ცეცხლის შეწყვეტა მას არ აწყობს და პირდაპირ მთლიანად დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება და ამის საფუძველზე ცეცხლის შეწყდეს და რატომ ითხოვენ უკრაინელები პირიქით? იმიტომ რომ ფრონტის ხაზზე ისე აწვევიან ეხლა რუსები, რომ ეხლა რომ გააჩერონ რუსებმა შეტევა,
უკრაინელები მოახდენენ სულის მოთქმას. უკრაინელებს აწყობთ, რომ ცეცხლი შეწყდეს, მერე მოლაპარაკების უკეთესი პოზიცია ექნება. არი პოზიციები. რუსებს ახლა მოლაპარაკებაზე, რაც უფრო მეტად გრძელდება ზეწოლა ფრონტის ხაზზე, მათ უკეთესი მოლაპარაკების პოზიციები აქვს და ტრამპ ამ შემთხვევაში დაიჭირა რუსების მხარე. ეგ არის დასაფიქსირებელი და მეორე ტრამპა რუსების მხარე დაიჭირა ან დაინახა რომ ამ თემაზე მიწოლა იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის ვერ გააჩერებს თუ რამეზე დაუფიქსირა პუტინმა ტრამპს თავისი პოზიცია უთხრა რომ ამის გარეშე შეთანხმება ვერ შედგება როგორც ჩანს ტრამპმა ეგ მიიღო და გააფორმა როგორც საკუთარი პოზიცია ეგ მნიშვნელოვანია რომ ისე დააყენა საკითხი რომ ეს ჩემი აზრია და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სულ უმეორებდნენ რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტრამპიც ამბობდა კი პუტინმაც დათანხმდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და აი ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები მეხუთე მუხლის მსგავსი ამას ატრიალებდნენ ევროპელი ლიდერები. ოღონდ ეგ კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა რა. ამ ომის დაწყების საბაბი რუსეთისთვის იყო რომ უკრაინა ნატოში არ იქნება. და მოდი მაპზე უკეთეს მივცემთ უკრაინას და უკრაინა ნატოში კი არ იქნება, მაგრამ სინამდვილეში იქნება და აი უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს ნატოს თაზე თავდასხმას. ეგ მივცეთ უკრაინას, ეგ შეთანხმება იმიტომ არ გამოვა, რომ რა ვიცი, აი მაშინ პირდაპირ მიიღე კაც უკრაინა ნატოში. ნატოს ნაირი პირობები რაღაც გინდა ბარემ ნატო გასაგებია. ეგ ნახე რა გამოდის მაშინ. შესაბამისად გამოდის შემდეგი სურათი. ანუ ცდილობდნენ რომ ისეთი სურათი ჯდებოდა ტრამპის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, რაც კატასტროფა იყო უკრაინისთვის და მაგ შედეგების შემოტრიალებას დიპლომატიურად ცდილობდნენ ეს ევროპული დელეგაცია. აი გამოდის ერთ-ერთი დამაჯერებელი ვერსია გამოდის შემდეგ. ჩვენ როცა დავიწყეთ თქვა დაიგეგმა ტრამპი-პუტინის შეხვედრა, მაშინვე რა პირობებიც იყო წამოყენებული, ჩანდა რომ ეს პირობები ძალიან ძნელად დასათანხმებელი იქნება უკრაინისთვის. ანუ ძალიან წამგებიანი პირობებია და ხომ არ არის ეს მათ შორის რუსეთის მიერ წამოყენებული ისეთი ფორმით შეთავაზება, რომელზეც ჩანს რომ უკრაინას გაუჭირდება დათანხმება, უარი წამოვა უკრაინისგან და შესაბამისად ტრამპი რომელიც აი თქვა უარს თუ მიიღებს ამ მოლაპარაკებებში ვისგანაც უარს მიიღებს, მისკენ მოუწევს რისხვის მიმართვა, ან რისხვის მიმართვა, ან ნუ პირობითად თქვა თუ გამოვა ამ იმიდან რა ქვია, პროცესიდან ერთია რომ პუტინმა უარი უთხრა, თქვა დემონსტრაციულად შეურაცხყოფილი დატოვა და მან გამოსვლა ჭირს, ხოლო მეორეა თქვა უკრაინის უარის შემთხვევაში, ნუ საკითხის ისე დაყენება შესაძლებელია, რომ რა ვიცი რა უყო ახლა ეს ხალხი არ არის კონსტრუქციული და გავდივარ. ჩვენ ვივარაუდეთ რომ ერთ-ერთი რუსეთის ერთ-ერთი სვლა შეიძლება ეს იყოს, ისეთი პირობები წამოაყენა, რომელიც შემდეგ ტრამპს მისცემს საშუალებას უკრაინაზე ბრალის აკიდებით გავიდეს მოლაპარაკებებიდან. ეხლა ამ პირობებში უკრაინელების და ევროპელების მოტივი რა არის? ამ პირობებში მათი მოტივია ბურთი რუსეთის მოედანზე გადააგდონ, რუსეთს გადააბრალონ, ამათმა ჩაშალეს. ამიტომ ევროპელები რო ჩადიან და მაგიდაზე იწყებენ ლაპარაკს, რომ კი, რა თქმა უნდა შევთანხმდეთ, კი ბატონო, რაღაცა პასუხსა არის და ზელენსკიმ თავი ტერიტორიების დათმობაზეც იქ რო მაგაზე ჩვენ დავილაპარაკებთ თუ და რაღაცა იქნებაო, მაგრამ ხო უნდა იყოს გარანტიები, ხო უნდა და ფაქტიურად მოდი ნატოს გარანტიები მიცეთ. ხო, ფაქტიურად მოდი და ეგ როგორი ტექსტია, იცი შეხვედრაზე, ახლა ტრამპი ადგეს და არა გარანტიები არ უნდა ეს უბრალოდ მოდი მივატოვოთ. ეს ხო ვერ იწვის არა, ეგ ძალიან რთულა და ასასხლეტი შემოთავაზება. ხო, რა თქმა უნდა, უკრაინაც დაცული უნდა იყოს. ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, ხო არ იტყვის რომ მე არ მინდა ცეცხლი შეწყვეტდეს. ხო, ამბობს რომ კი, ხალხი არ უნდა კვდება, უბრალოდ ზავიჯობია. ხო, და ზავიჯობია, მაგრამ იმაზე კი იძახი, იმის თქმა მაინც შეგიძლია რომ ცეცხლის შეწყვეტა რა აგერ მოვილაპარაკოთ და შეწყვეტაც ეგ იქნება და ყველაფერი იქნება, მაგრამ რომ მოვილაპარაკებთ, მე რამე უსაფრთხოების გარანტიები ხომ ჭირდება, ეგ ისეთი შემოთავაზება, ისეთი მოთხოვნა, რომელიც ადვილად ასაცილებელი არ არის. და იქ ჩანდა რომ ესე რომ უმეორებდნენ გარანტიები ტრამპს რიტორიკის დონეზე უწევდა ამ თემაზე რაღაცა ხარისხი დათანხმება, ანუ გამეორება რომ კი გარანტიები ჭირდება.
ეხლა შემდგომ მოლაპარაკებებზე ევროპელებმა და ზელენსკიმ სცადეს მოლაპარაკებების თემაში, როგორც რუსეთმა შემოიტანა დონეცკი, როგორც ძალიან ძიმე ფაქტორი, რომელზეც უკრაინას ძალიან გაუჭირდება და თანხმობა, ისე ამაც სცადეს შემოტანა, რომ მაშინ გარანტიები მომეცი რა იქნება ჩვენი თავდაცვის გარანტია. ფაქტიურად ნატო. ფაქტიურად ნატო. რაღაცა აბა სხვა რაში, ეგ ფაქტიურად ნატოსაც აქვს ლოგიკა, იმიტომ სინამდვილეში მოდი ლოგიკურად განვიხილოთ. სხვა რა შეიძლება იყოს, სხვა არაფერი არ შეიძლება. მაშინ ამერიკის ჯარი უნდა შემოგვიდეს, ხო? მაგაზე უკვე თქვენს რა. ეგ ხო გასაგებია, მაგაზე თქვენს არა კი არა. ამერიკა იძახის, მე არ შევალო. ანუ რუსეთმა რაც არ უნდა თქვას, თვითონ ამერიკაც არ შედა. ტრამპი არ შედის. ხო? ამიტომ მან გარანტია სხვა ვერაფერი ვერ იქნება მეხუთე პუნქტის გარდა, ხო? ევროპელები ცდილობენ ახლა მაგიდაზე შეიტანონ მეხუთე პუნქტი, მოდი რაღაცა იყოს. უბრალოდ მაგის პრობლემა რა არის ახლა მეხუთე პუნქტი, მოდი რაღაც მეხუთე პუნქტის მსგავსი წამოვაყენ. ამერიკელები ტრამპის ადმინისტრაცია თვითონ არ არის თანახმაური თავი ჩაწეროს მანდ. ანუ ამერიკა მანდიდან გამორიცხულია. ამერიკა თუ არ ეწერება, ხებს უდგებათ საკითხი ესე რა მიდია, ეხლა შეგიძლია რა მე? ან რაში გამოიხატება რომ შენ შეგიძლია? თუ ამერიკის გარეშე შეგიძლია, მიდი ეხლა გააკეთე. ხო, იმოქმედო.